გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას. შემიწყალე მე უფალო ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია. მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს. გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგყვირის. მან კი პასუხად უთხრა. მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან. დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანისცა მას და უთხრა. მიშველე უფალო. ხოლო მან მიუგო პასუხად. არ არის კარგი რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. დედაკაცმა უთხრა. დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეთებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვიო. მაშინ მიუგო იესომ პასუხად. ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა. მოგეცეს როგორც შენ გსურს. და იმავ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. ასე რომ უკვირდა ხალხს, ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა. მებრალება ეს ხალხი. 3 დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურნენ. უთხრეს მას მოწაფეებმა. უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაწყოთ? იესომ უთხრა მათ. რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს. 7 და მცირეოდენი თევზი. მაშინ უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიდნენ. აიღო ის 7 პური და თევზები. მადლი შესწირა, დაამტრია და მისცა თავის მოწაფეებს. მოწაფეებმა კი ხალხს. ყველამ ჭამა და გაცხა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი 7 სავსე კალათი აგრიფეს. ჭამელნი კი 4000-მდე კაცი იყო გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა. გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალის ადგილებში.